მოგესალმებით. ამჯერად გადაცემას კომპანია Roma Gelatos უთმობთ, რომელიც საქართველოში იტალიურ გემოებს ამკვეთრებს და როგორც ამბობენ, მომხმარებელს ზუსტად ისეთივე gelatos თავაზობს, როგორცაც რომის სანაყინეებში დააგემოვნებდით. Roma Gelatos საქართველოს ბაზარზე 17 წლიანი ოპერირების გამოცდილება აქვს, შესაბამისად კარგად იცნობს მომხმარებელს, მის სურვილებს და სიახლეებსაც ამის მიხედვით სთავაზობს. Როგორ სეზონს ელოდება კომპანია და რა სიახლეები დაგროვდა ამ პერიოდის განმავლობაში თემაზე საუბარს თამუნა უდესიანთან Roma Gelatos დამფუძნებელთან ვაგრძელებთ. თამუნა, მოგესალმებით. მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით მარიამ, მადლობა მოწვევისთვის. თამუნა, უპირველესად მინდა კითხოთ იმ სიახლეებზე, რაც დაგროვდა პრინციპში ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდგომ 2024 წელი შევაჭამოთ. როგორი იყო კომპანიისთვის 2024 წელი? 2024 წელი ჩვენი კომპანიისთვის საკმაოდ საინტერესო იყო, გამომდინარე იქიდან, რომ დაგეგმილი გვქონდა საწარმოო ხაზის გადაიარაღება და აბსოლუტურად ახალი დანადგარების დანერგვა, რაც წარმატებით განხორციელდა ჩვენთან, რამაც საშუალება მოგვცა საბოლოო ჯამში, რომ წარმოდობის მოცულობა 1-3-თან შეფარდებით გაგვეზარდა და შესაბამისად აისახა ეს ჩვენს ბიზნეს საქმიანობაზეც. მოკლედ წარმატებული იყო გასული წელი ამ მიმართულებით. შეიძლება ითქვას კი. რა პროცესი იყო უკვე საწარმოს გადაიარაღება და ალბათ მომხმარებლის რაოდენობაც პროპორციულად მზარდია, ხომ ამასთან მიმართებით? კი, ჩვენ ორი მიმართულებით ვფართოვდებით, ერთი არის B2B მიმართულება, მეორე არის B2C მიმართულება. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს გავაფართოვეთ საწარმოო ხაზი, მაინც დავდექით ერთი გამოწვევის წინაშე B2B მიმართულებით გაგვეგრძელებინა უფრო აქტიური მუშაობა თუ B2C მიმართულებით. ნუ საბოლოოდ გამომდინარე იქიდან, რომ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა გვქონდა ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან, გასული წელი B2B მიმართულებით გაფართოებას დაუთმეთ, რამაც საშუალება მოგვცა, რომ სრულად მოთხოვნა დაგვეკმაყოფილებინა უკვე არსებულ პარტნიორ კომპანიებთან მიმართებაში, მაგრამ ნუ ახალი მომხმარებლები ფიზიკურად ვერ დავემატეთ B2B მიმართულებით. თუმცა არსებული მომხმარებლების რაოდენობა და მოთხოვნები სრულად დავაკმაყოფილეთ მოკლედ ამ საწარმოო ხაზის გაფართოებით. კი ბატონო, როცა საუბრობთ წარმადობის ზრდაზე, თუ შეგვიძლია რიცხვებში დასახლება დაახლოებით რა მოცულობას აღწევს, როგორ არის ეს განაწილებული დღიურად საწარმოს სიმძლავრეები? ამ ეტაპზე დაახლოებით შეგვიძლია 2000 ლიტრამდე ვაწარმოოთ დღეში. ბუნებრივია დატვირთულობა დამოკიდებულია ამ იმზეც გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ ნაყინი არის ფრეშ პროდუქტი, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ და ხანგრძლივობა თავის სიცოცხლის უნარიანობა ან ნაკლები აქვს შედარებით, აქედან გამომდინარე მოთხოვნაც ამ იმზე არის დამოკიდებული. თუმცა ამ ეტაპზე დღეს საშუალება გვაქვს დაახლოებით 2000 ლიტრი ვაწარმოოთ ნაყინი. ეს ახალი საწარმოს პირობებში. თამუნა, როგორ ნაწილდება B2C და B2B მომხმარებლის წილი? რომელზე მეტად არის კომპანია კონცენტრირებული? გასულ წელს B2B მიმართულებაზე ვკონცენტრირდით, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენც გვქონდა მსგავსი პრაქტიკა, ზუსტად როცა ჩვენ დავიწყეთ ამ ბაზარზე შემოვედით ნაყინის ბაზარზე და დავიწყეთ ნაყინის რეალიზაცია. ფიზიკურად ძალიან მცირე რაოდენობის კომპანიები აწარმოებდნენ ნაყინს, რომლისგანაც შეგვეძინა და შემდეგ ჩვენ თვითონ მოგვახდინა რეალიზება მცირე გადამუშავების შესაბამისად, რა თქმა უნდა. ჩვენ თვითონ ვიდექით იმ პრობლემის წინაშე, რომ ფიზიკურად ადრეც მაქვს გადაცემებში აღნიშნული, რომ ზამთარში ფიზიკურად არავინ არ აწარმოებდა და ვერ ვახერხებდით იმას, რომ ზამთარში ჩვენი მომხმარებლის მოთხოვნა დაგვეკმაყოფილებინა, რამაც გვიბიძგა საბოლოოდ იქამდე, რომ წარმოება ჩვენ თვითონ გვესწავლო და გვეწარმოებინა ნაყინი. და ზუსტად ეს, რომ ჩვენ გამოვლილი გვქონდა და იგივე პრობლემის წინაშე ჩვენი მომხმარებლები არ დამდგარიყვნენ B2B მიმართულებით, ამიტომ გასულ წელს ავარჩიეთ B2B მიმართულებით გაფართოება. თუმცა B2C მიმართულებითაც ვფართოვდებით და ეხა ახალ ფილიალს მაისის ბოლოს გავხსნით. სად იქნება ეს ფილიალი იქნება თბილისის მარნეულის გზატკეცილზე, ქალაქ თბილისში. კი ბატონო, როგორ ხდება ხოლმე თითოეული ახალი ლოკაციის დამატება? ეს მომხმარებლის უკავშირიდან მოკვლევა ხდება, წინასწარ მოთხოვნა სად იქნება თუ რა პრინციპით ნაწილდება ეს? აუცილებლად მოკვლევა ხდება, კი, მომხმარებლების მოთხოვნა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. მოთხოვნის შემდეგ უკვე ხდება მოკვლევა ადგილმდებარეობის და შემდეგ უკვე სხვადასხვა ფაქტორების შესაბამისობაში მოყვანა თუ შესაძლებელია, მე უკვე ნერგავთ ვახდენთ ახალი ობიექტის გახსნას, კი. კი ბატონო. როგორ დაიწყო წლევანდელი 2025 წელი, მათ შორის სეზონს გულისხმობ ის, რომ მათ შორის აი B2B სექტორი მუდმივად აქტიურია და მათთვის ნაყინი ყოველთვის ასე ვთქვათ მოთხოვნადი პროდუქტია.
თუმცა მომხმარებელზე ახდენს, საცალ მომხმარებელზე ახდენს გავლენას სეზონურობაც და ამინდიც. აი, წელს ამ მიმართულებით როგორ დავიწყეთ? კი, სეზონურობა ამინდი თავისთავად ახდენს გავლენას. წელს გამომდინარე იქიდან, რომ გაზაფხული ცოტა იგვიანებს. ველოდებით ყველა. კი, აისახება შესაბამისად ეს მომხმარებლების რაოდენობაზე, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მაინც და მაინც ძალიან დიდ გავლენას ახდენს უკვე ჩვენს ობიექტებს გულისხმობ ამ შემთხვევაში. მომხმარებელი მუდმივად არის, მუდმივად ანუ ის მითი რომ ნაყინი მხოლოდ ზაფხულის პროდუქტია, ვფიქრობ რომ დაინგრა უკვე საქართველოშიც და ზამთარშიც აქტიურად ყავს მომხმარებელი. თამნო რომ შევაჯამოთ ამ დროისთვის რომა ჯელატო რამდენ გემოს აერთიანებს უკვე და ნაყინის გარდა კიდევ რა პროდუქტებს თავაზობს მომხმარებელს? ნაყინის გარდა თავაზობთ ყავის ფართო ასორტიმენტი გვაქვს და ფართო არჩევანი გვაქვს, გამაგრილებელი სასმელების სხვადასხვა ტკბილეულის, ასევე გვაქვს კარამელიზირებული ნუში და თხილი, რომელიც ერთ-ერთი საკმაოდ ისეთი მოთხოვნადი და პოპულარული პროდუქტია ჩვენს მომხმარებლებისთვის. ასევე თავაზობთ სხვადასხვა ტკბილეულს. მოკლედ მოთხოვნა მუდმივად არსებობს ამ მიმართულებით და რაც შეეხება ნაყინებს, გემოებზეც თქვა და სიახლეებზეც ნაყინებს, კი, რა თქმა უნდა, გარდა ნაყინების გემოების ასევე თავაზობთ ვაფლის ფართო არჩევანს და გვაქვს სხვადასხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული ვაფლი, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ მომხმარებლის ნებისმიერი პრეტენზიული მომხმარებლის მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. თვითონ ნაყინის გემოებს რაც შეეხება, ეს არის დაახლოებით 60-65 გემო გვაქვს, თუმცა სეზონურობიდან გამომდინარე, გაზაფხულის სეზონზე აბსოლუტურად სხვა რაღაც გემოებზეა მოთხოვნა, ზამთარში უფრო სხვა გემოებზე. რა თქმა უნდა, არის კლასიკური ნაყინები, რომელზეც ზამთარშიც და ზაფხულშიც ერთნაირად არის მოთხოვნა, თუმცა გარდა ამისა კიდე ხდება სეზონურად ნაყინის გემოების შევსება. სხვადასხვა რაოდენობით, კი. თამნა, როდესაც საუბრობთ ახალ ობიექტებზე, რა პროცესია თითოეულის გახსნა, გულისხმობ უკვე ინვესტიციის მოცულობასაც, დაახლოებით რა მოცულობის ინვესტიციაა საჭირო და ასევე კადრების ნაწილშიც. ამ დროისთვის რამდენი ადამიანია გუნდში გაერთიანებული და ახალი ფილიალის ფარგლებში ალბათ მოხდება ხომ ახალი კადრების დამატებაც? კი, რა თქმა უნდა, რაც შეეხება ინვესტიციის ნაწილს და ინვესტიციის ნაწილში გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ყველა დანადგარი აბსოლუტურად იმპორტირებულია და ევროპის ქვეყნებიდან გვაქვს იმპორტი, იტალიიდან 100% შეიძლება ითქვას დანადგარების, აქედან გამომდინარე ინვესტიცია საკმაოდ მაღალია თითოეული ობიექტის. რაც არ უნდა მცირე ობიექტი იყოს, დაახლოებით 300,000 ლარამდე მაინც აღწევს ინვესტიცია ყველა იმ შესაბამისი დანადგარით, რაც საჭიროა კლასიკური რომა ჯელატოს ფილიალისთვის, რო გქონდეს. მეორე გამოწვევა ყველაზე მთავარი რაც არის ეს უკვე კვალიფიციური კადრების დეფიციტი შეიძლება ითქვას საქართველოში. კვალიფიციურ კადრებს გულისხმობ არა მხოლოდ მომსახურე პერსონალს, არამედ თვითონ ტექნოლოგიების კუთხითაც. ახლა მაგალითად, როცა გასულ წელს ჩვენ საწარმო გავაფართოვეთ და ჩამოვიტანეთ საწარმოო ხაზი, მოგვიწია უცხოელი პარტნიორი კომპანიებიდან უკვე მოწვევა ინჟინერების და თვითონ იმათი აქ დაბინავება და შესაბამისად გარკვეულწილად ხარჯებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. რაც საბოლოო ჯამში აისახება კი ბატონო, კომპანიის საქმიანობაზეც. ახალი საწარმოს პირობებში გაფართოებამ დაახლოებით რა მოცულობა შეადგინა აქ ინვესტიციამ? რადგან ახსენეთ, რომ ეს იყო სრულად ევროპული დანადგარები და ევროპული პრინციპში სპეციალისტებიც ჩამოვიდნენ იმისთვის, რომ ეს პირველადი პროცესები გამართულიყო. 9 მილიონი ლარი, რაც გასულ წელს რაც ჩვენ დაგვიჭდა საწარმოს გაფართოება, დაახლოებით 9 მილიონი ლარი იყო. კი ბატონო. თამნო, როგორ შეაფასებთ რომა ჯელატოს ცნობადობას უკვე ქართულ ბაზარზე, რამდენად მზარდია მომხმარებლის რიცხვი და მე მინდა გეგმების ნაწილიც მიმოვიხილოთ 2025 წლის ჭრილშიც. რომა ჯელატო დღეს ალბათ ყველა მიცის, ბავშვმაც, უფროსმაც, ბავშვმაც და ასე შემდეგ და არა მარტო ნაყინის მოყვარულმა, არამედ ყავის მოყვარულმაც, ასევე მოყვარულმა ადამიანებმაც და შესაბამისად ცნობადობა გაცილებით მაღალია წელს და ეხლა ვიდრე დაუშვათ 5 წლის წინ ან 10 წლის წინ. კი ბატონო. გეგმებზეც თქვათ, მათ შორის თუ იგეგმება რომ რომა ჯელატო გამოჩნდეს თბილის გარეთაც სხვა ქალაქებში?
რა თქმა უნდა იგეგმება და ნუ გასულ წელსაც გქონდა მიმდინარე წლისთვის ეს დაანონსებული და დაგეგმილი, თუმცა B2B მიმართულებით გაფართოებამ შეაჩერა ეს და ეხა წელს რა გეგმებით ჩვენ გვაქვს უფრო წლევანდელი გეგმები არ არის, ოღონდ მომავალი წლის გეგმა უფრო ჩაითვალოს, წელს ეხა მუშაობთ უცხოელ პარტნიორებთან და კოლეგებთან ერთად ახალი საწარმოს პროექტზე და გეგმაზე, რაც უკვე საშუალებას მოგცემს როგორც B2B მიმართულებით, ასევე B2C მიმართულებითაც გავფართოვდეთ და არა მარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის გარეთაც გავხსნათ ფილიალები. ოღონდ ეს ალბათ მომავალი 2 წლის გეგმებზე ვსაუბრობ ახლა მე. საერთაშორისო ბაზრებით მოკლედ რომაჯელატოს რომელი ბაზარი იქნება ხომ არ გაქვთ მოაზრებული პირველი, სადაც შეიძლება რა რომელი მეზობელი ქვეყნები ამ ეტაპზე რაც გვაქვს ეგ დაგეგმილი და სადაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ეგ არის ჩვენი მეზობელი ქვეყნები პირველ. კი ბატონო. თამუნო, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, თქვენი დროისთვის და მოკლედ წარმატებები განსაკუთრებით საერთაშორისო ბაზრებზე, რომელიც დარწმუნებული ვარ თქვენ ველოდებით განსაკუთრებულად ამ გეგმის განხორციელებას. მადლობა კიდევ ერთხელ და სიახლებით გელოდებით მუდმივად ჩვენს ეთერში. მადლობა მოწვევისთვის. თამუნო უდესიანი რომაჯელატოს დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი.